ყავის აპარატი რო დგა, იქ უნდა იდო შტატი. ოღონდ კარი დახურე, გაუმარჯოს ხალხნებო, როგორ ხართ? მე დავიწყე ლაშასი გამზადებულია. ნინო, იცი რა უნდა გითხრა, მოდი. შტატივზე ვაგზავნი. საკეიფო თახშედი და იქ სკამზია გადაკიდული, ვეშორკით დაინახავ რა, ეგრევე აიღე და წამოიღე საროჭკა და ზედა და რაღაცები კიდე. კატ არ შეგიშევიდეს. მოკლედ, შტატივს სანამ ნინო მომიტანს, ასე გამოგწევთ. და მოგესალმებით დილანდელი დილით, თუ რომ დღევანდელი დღის მისალმება, იმიტომ რომ წუხელი ვიდეო რო დავდე, კი პირველის მერე და იდო თუ რაღაცა დღევანდელად ითვლება, მაგრამ დღეს არ მოგსალმები ვართ, მოკლედ. ეს არის იონეს საროჭკა, რომელიც გუშინ გავავლე და ეხლა უნდა გავავუთოვო და წყალიც მინდა საამისოც და მე მგონი მაქვს. ცოტა უნდა გავაუთოვო და მე ჩემი გავაუთოვო. მანამდე მოგიყვეთ რა, როგორ რანაირად იყო დღევანდელი დღე. მოკლედ, ხვალე არ მივდივარ სამსახურში. უნდა მივხედო თავს. ოღონდ ჯერ შევი თავის მიხედო არ დაწყებული. მომივიდა თემუ სამანათი. ჩემთან აშობეს რაღაცა გამოუწერე მეთქი, ხო გითხარით? ეგ მოვიდა რა და ეგ შევინახე 4 შაბათს წავუღებ. მომივიდა ფრჩხილები. ერთი არის ესეთი შავი თეთრში, რომელიც ცოტა მეგრუბება არ გავიკეთებ. მეორე არის, არ ვიცი რამდენად ჩანს, თეთრი ოქროსფერით. ლამაზია ძალიან ფრჩხილზე, ძალიან სადა. მაგრამ მე გითხარით, რომ მე მაქვს მეთქვი მწვანე ფრჩხილები. ოღონდ ძალიან ყვირალა მწვანე არა. აი რასაც განახოთ ეგეთი მწვანე, რავი. კაი მწვანე. მოკლედ რა დაახლოებით და აი ესეთი ოღონდ უფრო მუქი. ანუ არ ეტყობა ეს ძალიან ყვირალა მწვანეა. გავიკეთებ მაგას. ხო, ეხლა გავაუთოვებ და თან მინდა რომ ვერცხლისფერი რამე ის გავუკეთო იმ ზედას, რაც გუშინ შევკერე. მადლობა დიდი, თქვენს ობიექტურ შეფასებას ველოდებოდი და ცოტა ნერვიულობდი, იმიტომ რომ მართლა ჩემი თხოვნა იყო, რომ ობიექტურად შეგეფასებინათ ის, რაც გუშინ გავაკეთე და უბრალოდ მეტი შანსი არ იყო. ჩემი ბრალია, სხვისი ბრალი არ არის, რომ ამ დრომდე მივიყვან ხოლმე და ერთი კვირის მერე რომ ქორწილში მივდიოდი, ზუსტად ვიცი იგივეს გავაკეთებ, ანუ შაბათს რომ მივდიოდი, პარასკევს გადავწყვეტე რომ ამას ვიცმევ. ანუ რავი, მთელი ცხოვრება ასე მოვდივარ და არ შევიცვლები, შანსი არა, ვერ შევიცვლები. ასე რომ ასე ხარხნებო. ეხლა გავაუთოვოთ იონეს საროჭკა და კოსტუმი. აუ ამ ფაროსანებმა დამღალეს, აი კიდე კაი უთოთია არა ეხლა მოდი დაჯექი აქ. დაჯექი. ფანჯრიდან გავისროლო. ასე. ხო ისა, ქათმები არ დამბინავებია, მაგრამ არა უშუალო ვიდეოს ჩავწერ და გადავაბინავებ მე. უი, რა უნდა განახოთ ქორწილში რა მიმაქვს. მოძებნე წეღან არ დავიწე. მადონას ველაპარაკე ჩემ ბიძაშვილს როგორც იქნა და მივასწარი რომ მეთქი სანამ იკეიფებს ან სანამ ილოთებს. მანამდე მეთქი ვნახო. ვიჭორავეთ კაი ხანი ვიცინე და მადონასთან ლაპარაკის დროს მეთქი გამახსენდა რა გაგახსენდო. ქორწილში რაც უნდა წავიღო მეთქი. მოკლედ ქორწილში ჩემი ჩანგლით მივდივარ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია სხვისი ნაპირალი ჩაგლით ჩადება რაღა აქ არო და ჭამა. ანუ არ შევიძლია და ყველგან ვიდივარ ჩემი ჩანგლით, ჩემი დანით, ჩემი ჭიქით, ჩემი თებშით. იმედია ვინმე ახალი არ მიყურებს და სანამ ამას ბოლომდე მოისმენს ამის განმარტებას არ დამიწერს რამე ვერ ახარ კომენტარს. ეს არის ჩანგალი, რომელიც მე ძალიან მშვენდება. ამის რეაქციასაც განახებთ იქ კამერაში მოხდება მოეჭველი. ეგენერით დადე. ეგ მომეცი ჯერ. მოგეწონა ესენი? კი. იუკაც არის სადღაცა შიგნით. ეგ სადიყოა და გარედანაც. წუხად შევკერე ღამე რომ დაიძინე. მაგას აკერავდი?
სამ კაველზე მეც იშლება 1 2 და 3 და კიდე ნახეთ ამხელა არის. დაახლოებით ეს არის 70 სანტიმეტრამდე იშლება. ამის წარმოვიდგინე შეულებრივად მითაჭამდა ესე ანუ ეს ჩვეულებრივია რა და ისე უნდა ავიღო რომ ვერც შეამჩნევ იმიტომ რომ იქ ვერცხლისფერები იქნება და უნდა გავწიო და წინ ვინიჯება იმედია ანუ ჩვენ მაგიდან სავარაუდოდ სუნაცნობები ვიქნებით თან კამერას ჩავთო და თან ამას ისე გავაკეთებ რომ სახე დავაფიქსი რომ ვისაც ავაცლი წინიდან ასე რომ არ ვიცი ვინ იქნება ხო ისა ჩანთასა და მაგ თემურ დაბლთა უჯრაში აბა ჩანთა დავდიან დემანდე და უნდა დავატოლო ჩაეტევა არა მანდ არა გარეთ დაბლთა უჯრაში მე დავატოლო რამდენიც ჩაეტევა ჩანთაში თუ სხვა ჩანთან ჩავიწავიღო აი მე ვერ ჩაეტევა მართლა ჩანგალი უფრო დიდი რა ჩანგალი დიდია ჩანთაზე არა ვერ ჩაეტევა იმიტომ რომ აქ უნდა ჩავდო ერთი ტელეფონი მეორე ტელეფონი power bank-ი და რა არაფერი არ ჩაეტევა და კიდე ფული რაღაც ნახე ერთი power bank-ი მეორე აიმე არა ხარ ამოშვერილია აქ გოგო გავუშვირო სადა მე ხო დაინახავ რა ჩანგალი მე მგონი ჩანთი ანუ ჩანთა არეტება ხალხნო არა და ეს ჩანთა ვიყიდე საქორწილოდ შავი ჩანთა რა ეგ წაიღე რა ხო და ეს ჯიბეს ჩავიდო არა ჯიბე ხო არ მივაკერო ჩემ შეკერილებს საჩანგალი ხო და ეგ ის დამალე რა სადვე რა სადმე შვილო მე მგონი ჩანგალი მარტო ჩანგლისთვის ჩანთა შევცვალო არა და მაგისთვის ვიყიდე ეს არ შეცვალო ჩემ არა და შავი ჩანთა მაგიდე რამე ყავისფერი მაგ ესეთი პატარა არა ეგ არ არის შავი ჩანთა მაგ ნინო დეიდამაჩუკა ჩემი ჯვარის დედა პრიალა შავი ჩანთა რო არის ჯაჭვით შეიძლება მოუხდეს ვერცხლისფერი ჯაჭვია თან ხო და არა უშავ მას მე გამოვიყენებ წაიღე ნუ ეს ხო ეს აუცილებელი ატრიბუტია მაგისთვის ანუ ჩანგალის გარეშე მე არ მივდივარ არსად იცით თქვენი რა და ასე მამაც მაგმაგიდაზეს არა შვილო მამა გარეთ დაგვეკონტაქტება შტატივზე დაგაყენეთ რო ცოტა მაღლა აქციოთ ასე ხვალე არ მიდივარ სამსახურში დედა ჩემს უთქვია ვაიმე გაცილო დედა ჩემს უთქვია შეიძლება რაღაცო ვისაქნავ ანუ გუშინდელი კი არა ხვალინდელი და დავეთხოვე მთელი 2 კვირით ადრე გავაფრთხილე რა უფროსი შეიძლება მალე მორჩენილიყავით საქმეს და უცბად წავიდოდაო რა ანუ ხო უნდა ვიბანაო იმიტომ რომ იქ ვიღაცას რო ქორწილს დაუძდები და კუსკუმბრის უნია მივა იქ ჩხილები იქ მაკიაჟი იქ თმა მარტო ის ყველა წაყვით წერამე და მე გიუბრაზობდით და ვიცინოდით წარმოიდგინე სამსახურში უცბად იქვე რომ ვიბანავებ და იგაზუნგლური რომ იქ დავხვდები ახალ ტრასებზე რომ ესა დეც მოდივარ კარგად ვიცინეთ მაგაზე ლაშას არ ვიცი რას იცნობს ყველანაირი შარვალი და ყველანაირი საროჭკა გავუთოვე ეხა იონესაც გავუთოვებ და მეც და მე გადავიკეთებ ჩხილებს ანუ ნუნებს და რაღაცა მოვიძიებ ჩემ მწვანეები ბარბარემაც მითხრა მწვანეები გაიკეთეო ჩხილები და დილით 9-ის ნახევარზე ნინო პაპა უნდა ამოვიდეს თუ იცი ხან სავარაუდოდ ბიძინა იქნება სახში არა ბიჭო ერთი ხვალ ეს ეგ უნდა მეთქვა ზუსტად როგორც კი სკოლაში გაგიშვებთ იქიდან მარშრუტკას ამოყვებით და პაპა იქნება აქ როგორც კი სკოლაში გაგიშვებთ 9-ის ნახევრიდან ვიწყებ მზადებად ხო აბა ხო და ესა
დავი რაღაც უნდა მეთქვა. ოღონდ ხვალე დილით უნდა ავდგე, ეხლა ვაპირებდი რომ დამეხვევნა ამის ხმები. ვიდეოს რო წერ, მაშინ რატო გინდება პარკის ამოღება და შხრ. ხო, ეხლა ვფიქრობდი რომ ამები დავიხვიო მეთქი თმა. მაგრამ ეხლა რო გავიკეთო ესენი და ამაღამ ამით დავიძინო, არ შემაწუხებს დისკომფორტი, არ მექნება, იმიტომ რომ ძალიან დამიტესტია ესე. ხო და ესა. ძალიან დამეხვევა და ძალიან დახვევა არ მინდა. ეჟენი კომპიუტერი გავა. ცოტა ხანია იღე, სანამ მე მენჭირდება. ძალიან დახვევა არ მინდა რომ ცოტა ისე ტალღურად ამქონდეს და რაღაცა და ამიტომ ხვალე დილითაც შორენას გავუკვირდება, მაგრამ აბათოში შევვარდები და გავიკეთებთ მას. ესა დავისვენებ რა ერთის გადავიღებ თავზე და მასე გავაკეთებ ისე რომ 9:30-ზე უკვე რომ შალად მქონდეს რომ მივხედო თავს. ой, დღეს იუბილარებს უნდა მიულოცო. პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მამიდაშვილს და თავის უსაყვარლეს მეუღლეს დაბადების დღეებს. მახოს და თამოს. ცოლ-ქმარს აქვს დღევანდელი დღეს დაბადების დღე, თანატოლები არიან. არც ერთი დღით დიდები, წუთებით ეხა არ ვიცი. ხოლო მინდა რომ გაიხარო თავის ორ ანგელოსთან ერთად. იხარო და იბედნიერო. თამოს და მახოს. პირადშიც მიულოცე რა თქმა უნდა. აქაც მინდა რომ მიულოცო. მიხარი ხართ, მიამაყებით, უძვირფასესები ხართ და ძალიან მიყვარხართ. და მეორე წყვილს არა, ტყუპებს ულოცავ დაბადების დღეს ირინას და თამუნა კახიძეებს. წერან დავურეკე და თამოს შენი ემოციები მეც გადამომედო სიხარულისაგან ვკიოდი. ასე რომ ძვირფასებო, გაიხარეთ. იმრავლეთ და იბედნიერეთ. აი ასე. მიყვარს დაბადების დღე. მიუხედავად იმისა, რომ თითო წელი გვემატება, ჩემი დაბადების დღე ჩემი დღეა. სულ არაფერი ხდებოდეს, ღამის 12 საათამდე ბედნიერი ვარ ხოლმე, რომ ის დღე ჩემია. ბარბარე. აუ ნინო, ივანეს ოთახში შედი და ცარიელი ვეშოლკა იქნება ის საკიდი და გამომიტარა ისეთი, რომ ეს დავკიდო, ან პლასმასი თუ იქნება ცოტა მყარი. ივანი არის ულამაზესი ამ სუსხანაირია ამ სტილის ჩაცმულობით არსად არ ყოფილა და ზოგადად ქორწილში რა მარხაზე თამნას ქორწილის მე ივანი არსად არ ყოფილა ერთად ქორწილში. მაშინ პატარა იყო აი კიტები და ლიმონათებით რო დარბია მოვხდები, მაგრამ ასაკში იყო. აი ეგრე. კიდე რა მინდოდა მეთქვა. ხო, ხვალე რას ვაპირებ, ხა გეტყვით. ხვალე რა თქმა უნდა, დილითაც შევწერ ვლოგს გამზადების პროცესში ან ჩხილების დაკოპ, ჩხილები უნდა დავიკრა. ყველაფერს რომ მოვრჩები, ჩაცმასაც, მაკიაჟსაც და თმასაც მithumetes, იმიტომ რომ ჩხილები თუ არ ხოლმე უფუნქციო. სრულიად. ეგ კი არა, რამე საჭმელი მინდა გავაკეთე ხვალისთვის, ხა დღეს ჩავალ და გავაკეთე. ხო და რას ვამბობი და მოვიწდა. სულად უფუნქციო ვარ მეთქი და გავიკეთებ მაგდოს. მაგდოსაც ჩავწერ ვიდეოს. ეხლა რას ვაპირებ? ვლოგებს დავდებ რა თქმა უნდა და რავი როგორც მოვახერხებ ერთი იქნება თუ ორი, მაგრამ ცალკე უნდა მინდა გავაკეთო ქორწილის ვიდეო, აი როგორც დაქირავებული ვიდეოგრაფია ეგრე. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ქორწილში მივდივარ და ჩემი დღეა და მე უნდა გავატარო კაი დრო იმ ძვირფას ხალხთან ერთად, მინდა რომ ეს ქორწილის ვიდეო მათაც გქონდეთ, ანუ მათიც იყოს რა, სადაც მე ვჩანვარ სულ ეგეთი არ მინდა. მინდა რომ მათთვისაც იყოს, რომ აი ჩართან და ხელმისაწვდომი იყოს, რომ აი მარტო თავიანთი, ანუ ქორწილის პატარა კლიპი თუ რაც იქნება. შემეკითხნენ რომ ვის ქორწილიაო და ვინც მიყურებს და გახსოვთ შარშანიანოზე ხელი რო სთხოვა სტეფანე მსალოს
აი მათი ქორწილია, მამაოს ბიჭის ქორწილია. პატარძალი იქნება, არ ვიცი. ულამაზესი და უსაყვარლესი გოგოა. და წარმომიდგენი, აი უბრალოდ ვერც წარმომიდგენია ისეთი ლამაზი უნდა იყოს. აი ვერც წარმომიდგენია. ზუსტად ვიცი რომ ანგელოზივით იქნება. იმიტომ რომ ზუსტად ეგეთია. პრინცესა. აჰა, იონი საროჭკა მზად არის. 2x large ისი აწერია. აი, ამ საროჭკას რო ყიდულობდით, ხომ მისცა, ანუ მოგცა რა, თვალი ზომით. ესაო იონისო კარგად ეკიდა, ანუ ამ ბიჭო კარგად ეკნოდა. რო ჩაიცვე ხა მე ხო ვატყობ, რომ თავისუფლად უნდოდა რომ ქონოდა და აი ესე რო შვებოდა უკვე ბეჭებში უჭერდა და მეთქი ერთი ზომით დიდი. კაიო მოგცა. და ანუ ეს გამოვართვი და ხელში მიჭირავ ეს საროჭკა რაც გმოვასინჯე და კარგად ქონდა და ანუ იმან სხვა პარკში ჩამიდო და მომაწოდა და ეს ხო ვიცი რომ კარგად აქვს და ეს მეთქი რასაც ვაძლევ ეს ზომა და უი არაო ერთი ზომით პატ ანუ რო არ მეკითხა იმას გამოვართმევდი ნინო რო თან ისე ვფიქრობდი ხო არ შეეშლებოდა და გაჩუმდი ქალო ეს და ეტყობა განახა და ახალი მოგცა. ხო და ესე კიდე კაი ვიკითხე თორე ამ პირველით რაც მოგცა ის პატარა იმას გვატანდა. მიცა, კარგა გავუსვათ. ორთქლი, მიცა. ჩავასხა. დასალევი წყალი მოვფროთ. ნინო, საათი რომელია? რას უკვლია 40 წუთი შვილო. კაი რა. რა ხმებს გამოსცემს უთო? იდეალურ. ეხლა უნდა გავაუთო კოსტუმი. ოღონდისა ნაჭერს უნდა დავადო თან ორთქლით, რომ არ გავაპრიალო. ჯიბეებიც კი ჩაკერილი აქვს, ისეთი ახალია. სულ ყველანაირად. ის თავისი საკუთარი ახალი ღილიც ჯიბეში უდებ. და აი ესეთი კოსტუმები ბაზრობაზე ღირდა 180 ლარიდან. შოპ მარინაში ვიყიდე 35 ეწერა და 30-ად გამიტარეს. სადაო კონციალო. აი კარებზე ვისა. სახეურზე. აი ესე. სიცუნა ავარღეიო, შეკრული აქვს. მუქი ლურჯია, არ ვიცი მან რა აღებდა ბუზი და ის კიდე ცოცხლები არიან ესე. ან უკვე ხელა ბიჭი, იონეს ანსაცმელი დიდი მაქვს. აი ამ პოზაში ხა სურათი მეთქი ესე გადაიღე საროჭკას ხო ჩაიცმე რაღაცა ჯიბეში ეს კაცია მეთქი და ჯიბეში ხელი ჩაი. ძალიან სიმპლი იყო. მე დავციეთ ან. ეს გავრეცხე ხელით რა თქმა უნდა მანქანაში არ შემიგდია და აი ესე წყლიდან ამოვიღე და ანუ არც გამიწურია. დავკიდე რა. მაინც დაისქნა. რა ქვია? დაიჭუჭნა რა თქმა უნდა და ეხლა უნდა ვეომო ცოტა ისე რომ აგავაფუჭო და ისე გავაუთო მოკლედ რა. მე ძალიან მომეწონა. ეხლა უფრო და ეხლა რომ გავაუთო ვიცი რომ უფრო მომეწონება. ასე რომ ამას ვიცმე მოკლედ და კონკრეტულად.
ფეხზე მაქვს ორი ვარიანტი ისევ, ხვალეც შევხედავ და მესამე ვარიანტიც მაქვს ნაცრისფერი, რაც მაცვია ხოლმე რა, აი თლიან ძირზე რაღაცა ჩექმა. თან კომფორტულია და რომელსაც მოვახდენ, იმას ჩავიცმე მოგებ. თავი ზედა მაქვს. ფეხსაცმელებით ახლები მაქვს 3 ცალი, რომელიმე შეურჩო და იქ იქნება. ერთი მინდა ეხლა რომ ვერცხლისფერი რაღაცა ვნახო და აი აქ როგორც აქსესუარი იგი გავუკეთო და რა ვიცი თუ ვნახავ. მაქვს ერთი ის და დავამაგრო მეთქი ფიქრ. დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე და მე მივხედავ ისე ხვალინდელი დღის სამოსის მოპირკეთებას თუ მოწესრიგებას და დაველოდოთ ქორწილის დღეს. ზუსტად ვიცი რომ კარგად ჩაივირს ყველაფერი და ზუსტად ვიცი რომ ულამაზესი ქორწილი იქნება. სხვანაირად არ შეიძლება. წავედი, აბა ხედა, აბა ხო, მაგრად იყავით ყველანი. მადლობა ყველაფრისთვის.